შრიმად ბჰაგავატამი, სიმღერა პირველი, თავი მე-12, იმპერატორ პარიქშიტის დაბადება. ბრძენმა შაუნაკამ თქვა: აშვათამას გატყორცნილმა საშინელმა და უძლებელმა იარაღმა მუცელი მოუშალა უტარას, მაჰარაჯა პარიქშიტის დედას, მაგრამ მაჰარაჯა პარიქშიტი უზენაესმა უფალმა იხსნა. როგორ დაიბადა იმ საშვილოსნოდან დიადი იმპერატორი პარიქშიტი, ძალზე გონიერი და დიდებული ერთგული, როგორ მოვიდა მისი სიკვდილი და რას მიაღწია მან სიკვდილის შემდეგ, ყველას გვსურს მაჰარაჯა პარიქშიტის შესახებ მოსმენა, ვისაც შუკადევა გოსვამიმ ტრანსცენდენტული ცოდნა გაანდო. გთხოვთ, გვესაუბრე ამის შესახებ. შრი სუტა გოსვამიმ თქვა: თავისი მეფობის დროს იმპერატორი იუდჰიშთირა ზუსტად მამამისის მსგავსად ყველას დიდსულოვნად ეპყრობოდა. უფალი შრი კრიშნას ლოტოსის ტერფების განუწყვეტელი მსახურების გამო საკუთარი თავისთვის არას ცდილობდა და თავისუფალი იყო ყოველგვარი გრძნობათა დაკმაყოფილებისაგან. მაჰარაჯა იუდჰიშთირას მიწიერი სიმდიდრის, უკეთესი მომავლის მომტანი მსხვერპლშეწირვების, მისი დედოფლის, მამაცი ძმების, ვრცელი მიწის პლანეტა დედამიწაზე მისი უმაღლესი განმგებლობის ამბავმა თვით ზეციურ პლანეტებამდეც მიაღწია. ო ბრაჰმანებო, მეფის სიმდიდრე ისე მომაჯადოებელი იყო, რომ ზეცის მცხოვრებლებიც ისწრაფოდნენ მისკენ, მაგრამ რადგან მეფე უფლის მსახურებაში იყო ჩაძირული, მას უფლის სამსახურის გარდა ვერაფერი დააკმაყოფილებდა. ო ბრქუს ვაჟო, შაუნაკა, როდესაც პატარა პარიქშიტი, დიადი მებრძოლი, დედა უტარას მუცელში იმყოფებოდა და აშვათამას მიერ გამოსროლილი ბრაჰმასტრას მწველი სიცხისგან იტანჯებოდა, მან დაინახა, როგორ უახლოვდებოდა უზენაესი უფალი. უფალი მხოლოდ ცერის ოდენა გახდათ, მაგრამ ყოვლად ტრანსცენდენტული იყო. ჰქონდა ძალზე ლამაზი, მოშავო, უნაკლო სხეული და ეცვა ყვითელი ელვისფერი სამოსი, ხოლო ჩაფხუტი ოქროსფრად უბზინავდა. ასეთად იხილა იგი ბავშვმა. უფალს ამშვენებდა 4 ხელი, გამდნარი ოქროსფერი საყურეები, ხოლო თვალები ბრაზისგან ჩასისხლიანებოდა. იგი აქეთ-იქეთ დადიოდა და კვერთხი მეტეორივით გამუდმებით უვლიდა გარს. უფალი ისე აქრობდა ბრაჰმასტრას გამოსხივებას, როგორც მზე აორთქლებს ნამის წვეთს. ბავშვი აკვირდებოდა მას, ცდილობდა გაეგო, ვინ იყო იგი. ვიდრე ბავშვი ასე აკვირდებოდა ღმრთების პიროვნება, უზენაესი უფალი, თითოეულის ზესული და სამართლიანობის დამცველი, ვინც ყველა მიმართულებით ვრცელდება და შეზღუდული არ არის დროითა და სივრცით, უცებ გაუჩინარდა. შემდგომ, როცა თანდათანობით ზოდიაქოს ყველა სასიკეთო ნიშანი გამოვლინდა, იშვა პანდუს უშუალო მემკვიდრე, რომელიც მამაცობით მისი სწორი უნდა გამხდარიყო. მაჰარაჯა პარიქშიტის დაბადებით გახარებულმა მეფე იუდჰიშთირამ დაბადების გამწმენდი ცერემონია ჩაატარა. სწავლულმა ბრაჰმანებმა, რომელთაც თაუმია და კრპა ედგათ სათავეში, სასიკეთო ჰიმნები წარმოთქვეს. ვაჟის დაბადებასთან დაკავშირებით მეფემ, რომელმაც იცოდა, როგორ, სად და როდის უნდა გაიცეს მოწყალება, ბრაჰმანებს ოქრო, მიწა, სოფლები, სპილოები, ცხენები და საკვები მარცვლეული მისცა. მეფის მოწყალებით დიდად დაკმაყოფილებულმა სწავლულმა ბრაჰმანებმა მიმართეს მას, როგორც პურუთა შორის მთავარს და შეატყობინეს, რომ მისი ვაჟი უდაოდ პურუთა შთამომავლებს ეკუთვნოდა. ბრაჰმანებმა თქვეს, ყოვლადძლევამოსილმა და ყოვლის გამჭოლმა უფალმა, ვიშნუმ, ღმრთების პიროვნებამ, შენ საამებლად ესა უმციკლო ვაჟის სიცოცხლეს დაუბრუნა. უფალმა იგი მაშინ იხსნა, როცა უძლებელ, ზებუნებრივ იარაღს უნდა გაენადგურებინა. ამიტომ ბავშვი მთელ სამყაროში გაითქვა მსახელს, როგორც ის, ვისაც ღმრთების პიროვნება მფარველობს. ო ყველაზე იღბლიანო, უეჭველია, რომ ეს ბავშვი უდიდესი ერთგული გახდება და ყოველგვარი ღირსებით იქნება შემკული. მეფე იუდჰიშთირამ იკითხა: ო დიადო სულებო, ისიც ისეთივე წმინდა მეფე გახდება,
ღვთისმოსაობითა და სახელოვანი საქმეებით განთქმული, როგორებიც ამ დიდი სამეფო ოჯახის სხვა წარმომადგენლები იყვნენ? სწავლულმა ბრაჰმანებმა თქვეს: "ო ბრთაშვილო, ეს ბავშვი მეფე იქშვაკუს მანუშვილის მსგავსად არჩენს ყველას, ვინც ამ ქვეყნად გაჩნდება. რაც შეეხება ბრაჰმანული პრინციპების გაყოლას, განსაკუთრებით კი სიტყვის ერთგულებას, იგი დაემგვანება რამას, ღმრთების პიროვნებას, მაჰარაჯა დაშარათას ვარს." ბავშვი უხვად გაიღებს მოწყალებას და მასზე მინდობილთა მფარველი იქნება, მსგავსად უშინარას ქვეყნის სახელოვანი მეფე შიბისა. როგორც ფარატა მაჰარაჯა დუშიანტის ვაჟი, იგი სახელს გაუთქვამს თავის ოჯახს. დიად მშვილდოსანთა შორის ეს ბავშვი არჯუნას სწორი იქნება. იგი იქნება დაუოკებელი, როგორც ცეცხლი და გადაულახავი, როგორც ოკეანე. ეს ბავშვი იქნება ძლიერი, როგორც ლომი და თავშესაფარად საიმედო, როგორც ჰიმალაები. მიწის ამტანობა ექნება და თავისი მშობლების მოთმინება. აღუშფოთებელი ჭკუით ბავშვი ბაბუა იუთიშთირას ან ბრაჰმას დაემსგავსება. იგი იქნება გულუხვი, როგორც კაილასა, მთის უფალი, შივა და ყველას ნუგეში. მსგავსად ღმრთების უზენაესი პიროვნება ნარაიანასი, ვინც თვით ბედის ქალღმერთის თავშესაფარია. უფალი კრიშნას კვალდაკვალ მავალი, ეს ბავშვი თითქმის მისი სწორი იქნება. სულ გრძელობით მეფე რანტიდევას გაუტოლდება, ხოლო რელიგიურობით მაჰარაჯა იაიატის. ეს ბავშვი ისეთივე მომთმენი იქნება, როგორც ბალი მაჰარაჯა, უფალი კრიშნას ისეთივე მტკიცე ერთგული, როგორც პრაჰლადა მაჰარაჯა. შეასრულებს მრავალ აშვამეთა ცხენის მსხვერპლშეწირვას და ასაკოვან და გამოცდილ კაცთა ნაკვალევს გაჰყვება. ბავშვი ბრძენების დარი მეფეების მამა იქნება. მსოფლიოს სიმშვიდისა და რელიგიის სახელით იგი თავხედებსა და ჩხუბის თავებს დასჯის. როცა შეიტყობს საკუთარი სიკვდილის შესახებ, რომლის მიზეზიც ბრაჰმანის ვაჟის მიერ გამოგზავნილი მფრინავი გველის ნაკვენი იქნება, იგი ყოველგვარი მატერიალური მიჯაჭვულობისგან განთავისუფლდება და ღმრთების პიროვნებას მიენდობა, პოვებს რა მასთან თავშესაფარს. იმის შემდეგ, რაც დიდ ფილოსოფოს ვიასადევას ვაჟს თვითრეალიზაციის ჭეშმარიტ ცოდნასთან დაკავშირებით გამოკითხავს, იგი ყოველგვარ მატერიალურ მიჯაჭვულობას გაწყვეტს და უშიშრობას მიაღწევს. ამრიგად, ასტროლოგიურ ცოდნასა და დაბადების ცერემონიის შესრულებაში გამოცდილებმა მეფე იუთიშთირას ბავშვის მომავალი ცხოვრების შესახებ მოუთხრეს. შემდეგ უხვად დასაჩუქრებულები ყველანი შინ დაბრუნდნენ. ამრიგად მისი ვაჟი მსოფლიოში გაითქვამდა სახელს როგორც პარიქშიტი, ის ვინც იკვლევს, რადგან იმის ძებნაში, ვინც დაბადებამდე იხილა, ყველა ადამიანს გამოიკვლევდა. ამდენად იგი გამუდმებით იფიქრებდა უფალზე. როგორც მთვარე ივსება დღითი დღე 2 კვირის განმავლობაში, უფლისწული პარიქშიტი, რომელზეც ბაბუები ზრუნავდნენ და ყოველ პირობას უქმნიდნენ, სწრაფად იზრდებოდა. სწორედ ამ დროს მეფე იუთიშთირამ ცხენის მსხვერპლშეწირვის შესრულება გადაწყვიტა, რათა ნათესავებთან ბრძოლით გამოწვეული ცოდვებისაგან განთავისუფლებულიყო. მაგრამ რადგან გადასახადებისა და ჯარიმების გარდა სხვა შემოსავალი არ ჰქონდა, სახსრები ესაჭიროებოდა. გაიგეს რა მეფის იდუმალი სურვილები, შეუმცდარი უფალი კრიშნას რჩევით, ძმებმა ჩრდილოეთში სამყოფი სიმდიდრე შეაგროვეს, მეფე მაროტას მიერ დატოვებული. ამ ქონებით მეფეს ცხენის სამი მსხვერპლშეწირვის შესასრულებლად ყოველივე აუცილებლის შოვნა შეეძლო. ამდენად ღვთისმოსავმა მეფე იუთიშთირამ, რომელსაც ძლიერი შიში დაეუფლა კურუქშეტრას ბრძოლის შემდეგ, ასიამოვნა უფალ ჰარის, ღმრთების პიროვნებას. მაჰარაჯა იუთიშთირას მიერ მსხვერპლშეწირვებზე მოწვეული უფალი შრი კრიშნა, ღმრთების პიროვნება, თვალყურს ადევნებდა, რომ ისინი ღირსეულ ორგზიშებილ ბრაჰმანებს შეესრულებინათ. ამის შემდეგ ნათესავთა საამებლად უფალი იქ რამდენიმე თვით დარჩა. ო შაუნაკა, შემდეგ უფალი გამოემშვიდობა რა მეფე იუთიშთირას, დრაუპადისა და სხვა ნათესავებს,
ქალაქ დვარაკას გაემგზავრა არჯუნასა და იადუს დინასტიის სხვა წევრების თანხლებით.